გოჩას უნდა მოусმინოთ. მადლობა დიდი კარგად. მადლობა ნახვამდის. გოჩა მუკბანიანი, რომელიც ჟურნალისტის სტატუსით შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილას, რომელიც გაყალბდა და ამის შესახებ ღიად განაცხადა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ზაზა ბაქრაძემ, რომ შემთხვევის ადგილი გაყალბდა, რომ 19-20 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც არაფერი არ ჰქონდათ, არამც თუ იარაღი, არავითარი კანონსაწინააღმდეგო, შემთხვევის ადგილი გაყალბდა და ბატონი გოჩა მუკბანიანი მაშინ იქ იმყოფებოდა ჟურნალისტის სტატუსით. ბატონო გოჩა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ სანამ საუბარს დაიწყებთ, მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი კომისიისთვის განზრახ სრულ ახსნა განმარტების მოცემისთვის გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება ითვალისწინებს ჩვენი კანონით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კითხვებზე უარის გაცემასზეც არის იგივე პასუხისმგებლობა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. მე რომ ამის შესახებ თქვენ გაგაფრთხილეთ, თქვენ რომ ეს გაიგეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს მოაწეროთ ხელი და შემდეგ შევუდგეთ მუშაობას. თქვენამდე კომისიის წინაშე გამოცხადდა ქუჩაში მოკლული ბუტა, ამირან ბუტა-რობაქიძის დედა ია მეტრეველი. მან გახსენათ თქვენც სხვებთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ შემთხვევის ადგილას პატრულის გარდა, რომელთაგან ერთ-ერთს გაუვარდა და მოკლა ბუტა-რობაქიძე, შემთხვევის ადგილას მივიდა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა ბაქრაძე, ასევე პოლიციის ხელმძღვანელი მიქაძე და სხვა პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარ სამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე და თქვენ რომ თითქოს მაშინ მასთან ერთად იმყოფებოდით. აი ამის თაობაზე გთხოვთ აიღოთ 10-15 წუთი და ქრონოლოგიურად ფაქტები დეტალურად გვიამბოთ და შემდეგ დაგისვამთ კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონი თეა, მივესალმები კომისიის წევრებს. წინასწარ ბოდიშს გიხდით, არ არის მარტივი ჩემთვის ამ ისტორიის გახსენება. აღელვებისთვის თუ ასეთი ან რაღაცა და თან მინდა რომ შემთხვევიდან 21 წელია გასული და არაფერი მინდა გამომრჩეს, რაც მნიშვნელოვანი არის კომისიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. 2004 წელს ვიდრე მოკლედ იქმნებოდა საპატრულო პოლიციის ახალი სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქამდე ვმუშაობდი პენიტენციურ სისტემაში, მაშინდელ სასჯელ ახსრულების დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლებს ვიცნობდი ყველას თითქმის, ვინც მაშინ მოღვაწეობდა მედიაში. და ეს ახალი სამსახურის შექმნის პერიოდში დამიკავშირდა ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი ადამიანი და მითხრა ესეთი რამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე იხსნება ესეთი გადაცემა პატრული, რისი მთავარი პროდიუსერიც უნდა ყოფილიყო ეს ქალბატონი, ქეთი ხოსტაშვილი არის ასეთი ჟურნალისტი და მეგობრობდით მე და ქეთი, მითხრა რომ ძალიან მინდა რომ წამოხვიდე ჩვენთან. რაღაცა ფიქრის შემდეგ დავთანხმდი ამას ჟურნალისტის პოზიციაზე, იმ ფორმატში, რასაც ის გადაცემა ემსახურებოდა თუ აკეთებდა. დაახლოებით ჩემი საქმიანობიდან რამდენიმე თვე არის გასული და ვარ ერთ-ერთ ცვლაში და ცვლა იყო დილიდან მეორე დილამდე, ოპერატორი და ჟურნალისტი და ვნაწილდებოდით საპატრულო ეკიპაჟის მანქანებში. ვინ გაფინანსებდათ ბატონო გოჩა? ბატონო? ვინ აფინანსებდა ამ გადაცემას? შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სპეციალისტებად ვირიცხებოდით. შესაბამისად თქვენ იყავით ჟურნალისტი პროფესიით, გასაგებია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, იქიდან გერიცხებოდათ ანაზღაურება და შესაბამისად გარდა იმისა, რომ მორიგეობდით და საპატრულო ეკიპაჟებზე იყავით
მიბმული ბოდიში გამოთქმისთვის, ასევე უშუალოდ ექვემდებარებოდით თუ არა პიარ სამსახურის ხელმძღვანელს გურამ დონაძეს. აუცილებლად. მასთან იყავით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. გთხოვთ. მომიწია გავედი სამსახურში, ცვლაში ყოფნა, ჩემს ოპერატორთან ერთად, ზურაბ ვაწაძე, აც გარდაცვლილი. რომელიც ვერ დაიკითხა რაღაცები შეიძლება ან ქრონოლოგიურად ზუსტად შევეცდები მივყვე, მაგრამ პერიოდულად ეს ჩარტებს გავაკეთებ, რომ არ გამორჩეს. ზურაბ ვაწაძე ოპერატორი იყო, რომელიც გარდაცვლილია, რომელიც გამოძიებაში 2012 წელს, როდესაც გამოძიება განახლდა, ვერ დაიკითხა იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდა ინსულტი იმ პერიოდში. და ანუ მისი და ჩემი, ასე ვთქვათ, მოწმის სტატუსის და იმ შინაარსის გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისთვის, ასე ვთქვათ, ჩემზე იყო. ცვლაში გახლავართ და საპატრულო ეკიპაჟები ესე გაჩერებულები არ იყვნენ, სადაც ჩვენ ვისხედით, იყო მოძრავი ჩვეულებრივად ქალაქის ლოკაციებზე მოძრაობდა და უკვე ღამე არის. და რაცია, რომლითაც გადმოიცემოდა ესა თუ ის შემთხვევა. მთელი ქალაქის მასშტაბში ისმოდა ყველასთვის, ყველა პატრულო ეკიპაჟისთვის. შესაბამისად გადმოიცა ესეთი შინაარსის გადმოცემა, რომ დიდუბის პანთეონთან პატრულო ეკიპაჟი გადმოსცემს ამას. გაჩერებული გვყავს მანქანა და ახლოს ვინც არის ეკიპაჟი მოვიდეს ჩვენთან. მოძრაობდით სადღაც დეზერტირების მიმდებარედ ვიქნებოდით ალბათ და პირველივე მანქანა რაც იყო ჩვენმა პატრულმა ეკიპაჟმა გადაწყვიტა რომ მივსულიყავთ შემთხვევის ადგილზე. მე იმ მანქანაში ვიჯექი, სადაც ბაშალეიშვილი მართავდა მანქანას. მივედით შემთხვევის ადგილზე და ეს იყო რაღაცა დახმარების ტიპის გადმოცემა. ანუ მეორე ეკიპაჟს როცა ეძახდნენ, ითვლებოდა რომ დახმარება სჭირდებოდა პატრულ ეკიპაჟს იქ მოქმედს. მაშინვე მოხდა ისე რომ ჩვენი საქმიანობის სფერო ესეთი გქონდა რომ შემთხვევის ადგილზე არც ერთ შემთხვევაზე ეს იქნებოდა საგზაო შემთხვევა თუ სხვა თქვათ შემთხვევა, ანუ ახლოს მისვლის, ძალიან ახლოს მისვლის უფლება არ გქონდა, რომ ხელი არ შეგვეშალა პატრულის საქმიანობისთვის. პერიმეტრიდან ოპერატორი იწყებდა გადაღებას, ძირითადად ოპერატორი ფუნქცია იყო და შემდეგ თუ ამბავი დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდებოდა, სხვადასხვა ამბავი, შევარჩევდით კონკრეტულ იქ მყოფ პატრულს და ჩავწერდით სინქრონს, ასე ვთქვათ, რა მოხდა იმ შემთხვევის ადგილზე. გადავიდნენ პატრულები, ვისთანაც ერთად ჩვენ ვიყავით და არის ესეთი სურათი, ჩვენც გადავედით მანქანიდან, ოპერატორმა მაშინვე დაიწყო გადაღება და ვითარება არის ასეთი, რომ საუბარი კამათში გადაზრდილი პატრულებსა და 5 ახალგაზრდას შორის. საუბრის შინაარსი არის, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გვაკავებთ. ჯერ დაკავების პროცესიც არ იყო დაწყებული რა, მაგრამ წამებშივე განვითარდა ეს ჩვენ ვისაც ვესხედით ეს პატრულები, ბაშალეიშვილი და კიდევ ერთი გვარი არ მახსოვს ზუსტად. იმ ორ პატრულთან ერთად დაიწყეს უკვე ამ ბიჭების დაკავების პროცესი. ამ პროცესის დროს იყო წინააღმდეგობა, ძიძგილაობას დავარქმევდი უფრო, რომ ბავშვები არ ემორჩილებოდნენ, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რატომ აკავებდნენ. აი ამ მომენტში ბოდიში არ გაგიწყდეთ აზრი. თქვენ დაინახეთ ეს შეჩერებული ხალხი მანქანაში ვიზუალურად. ხომ არ იყო ისე საქმე, რომ ისეთი გარეგნობის ხალხი იყო, რომ პატრულს შესაძლოა გონებოდა, რომ ისინი არიან ბევრად უფრო ასაკოვნები, ვიდრე ისინი იყვნენ. ბავშვი თქვით. ერთმნიშვნელოვნად ჩანდა, რომ ეს იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, ბავშვები. ვერ შეგეშლებოდა. ვერანაირად.
მაგრამ პატრული არ იჩენდა ახალგაზრდისადმი აუცილებელი მოპყრობის სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, ეს შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთია ვთქვათ ძიმედ შეიარაღებულ მოქალაქეს, რომელიც გარკვეულ ასაკშია და გამოცდილის შთაბეჭდილებას ტოვებს, მას როგორ ეპყრობა პატრული და მეორეა, როდესაც ხვდები, რომ სტუდენტებთან გაქვს ახალგაზრდებთან საქმე, იმას როგორ ეპყრობა პატრული. ეს ხომ ეგრეთ წოდებული ტრენინგის, ანუ მომზადება გადამზადების დროს გადის ამას პატრული ამ ცოდნას იძენს. იყო ასეთი რამ? არა. არა. კი ბატონო, გააგრძელეთ. ძალიან თვალსაჩინო იყო ბავშვები, რომ იყვნენ ახალგაზრდები, თუმცა იმას წინასწარ მე ვერ განსაზღვრავდი, იმ ბავშვებს მე რამე აღმოაჩნდებოდა თუ არ აღმოაჩნდებოდათ. შევესწარი უშუალოდ ფაქტს კამათისას, ამ კამათის დროს უკვე ეს პატრულები, ვინც ჩვენი მანქანიდან გადავიდნენ, იწყებენ დაკავებას მეორე სხვა ორ პატრულთან ერთად, ვინც გააჩერა ეს მანქანა ბიჭებით და ამ დაკავების პროცესში გაისმა ერთი გასროლის ხმა. ამას გავუსვამ ხაზს, იმიტომ რომ საყოველთაოდ რაც საზოგადოებას, ყველას, საგამოძიებო სტრუქტურებს მათ შორის ნანახი აქვს ვიდეო მასალა. ეს ვიდეო მასალა არ არის დედანი ვიდეო მასალა. დედანი ვიდეო მასალა მეც გარდაცვლილ ვაწაძესაც გურამ დონაძეს და ასევე გარდაცვლილ ზურა მიქაძეს მათ მანქანაში რაც ნანახი გვაქვს 9 ჯერ გადაახვიეს ეს მასალა ვიდეო კამერაშივე. ეს მასალა უბრალოდ შემდეგ არავის არასდროს არ უნახავს. თუმცა რაც ყველასთვის ცნობილია მასალა, ვიდეო მასალა, ის არის პირველადი მასალიდან და შემდეგ უკვე დავალებული ახლიდან დადგმული გადაღების დროს ამოღებული რაღაცა კომბინაცია, რომელიც ვერასდროს ვერც ერთი ექსპერტიზით, მათ შორის ვერც ბრალდების ხარის პროკურატურის და ვერც დონაძის დიდი სურვილის და იმ ხარის მეშვეობით ვერც ერთმა ექსპერტიზამ უწყვეტი კადრები ვერ დაამტკიცა, იმიტომ რომ ის ხო მონტაჟი ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია ეს. გავაგრძელებ თუ შეიძლება შემთხვევის ადგილის შემდეგ ვითარებას როგორ გაგრძელდა. გასროლა რომ მოხდა, სადღაც დაახლოებით ეს იმდენად მოულოდნელი იყო იქ ეს გასროლა, რომ დაბნეულობა გამოიწვია ყველაში, როგორც მახსოვს. და სადღაც ალბათ მალევე წუთში, ალბათ წუთნახევარში გვიან მიხვდნენ, რომ ეს ნასროლი მოხვდა ადამიანს. ჩვენ გვაქვს კადრი ნანახი, როგორ ესვრის ეხლანდელ ვიდეოებში, თუ რაც იძებნება, თუ რაც საქმეში დევს, რომ აი რომ ესვრის ბაშალეშვილი. მსგავსი კადრი არ არსებობდა მაშინ, როცა გადავიდა. ეს დადგმულია. და მოგიყვებით ამის შესახებ, როგორ არის დადგმული. შემდეგ რო გაანალიზეს, რომ რა ქენი და რა მოხდა, პატრულებიც ეუბნებოდნენ, ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ბიჭები, რომლებიც უკვე დაკავებულები იყვნენ და დაბლა დაწვენილები ყავდათ მიწაზე, ვის მოხდა, რა მოხდა და უკვე აღმოაჩინეს, რომ ბუტას სხეულზე არის სისხლი. და უკვე დაიწყეს ამ ბავშვის გადმობრუნება, ოღონდ იქ რაც მერე ჩანს კადრებში, რომ ამას აგინებენ და ეჭხუბებიან ამ ბავშვებს და რაღაცა ეს მერე არის განვითარებული დადგმულ კადრებში. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან რთული ახლა ბაშალეიშვილი იმ 2004 წლის შემდეგ ჩემთვის უცნობია საერთოდ ვინ არის, სად არის და რას შვება, მაგრამ ბაშალეიშვილმა რომ გაიაზრა რაც მოხდა, სახელი ხომ არ გახსოვს? გიორგი ბაშალეიშვილი. ასე ვთქვათ ხოლმე, იმიტომ რომ მე მაგალითად იმ თაობის წარმომადგენელი ვარ და ჩვენ გვყავდა აი აქ გამზირზე ნათია ბაშალეიშვილი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის გმირი, ახალგაზრდა გოგო. ხვალ ხდება 9 აპრილი და დიდება მის სულს, ამიტომ ეს გვარი ცოტა ხანდახან სტიგმატიზებას აკეთებს და ვახსენოთ ხოლმე თუ არ გრიგოლ ბაშალეიშვილი. გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომ მთელი გვარის ის არ მოხდეს სტიგმატიზება. დიახ. და რომ გაანალიზეს რაც მოხდა, თან
ამ პერიოდში უკვე სასწრაფოსაც ეძახიან, მათ შორის კადრებში ჩანს მეც რაციაზე ვითხოვ, იმიტომ რომ 022 იყო მაშინ ახლანდელი 112 გადავცემ რომ დააჩქაროს სასწრაფოს მოსვლამ. ბაშალეიშვილს გული წავიდა პირდაპირ მნიშვნელობით და ისინი პატრულებმა აიყვანეს და ჩასვეს საპატრულო მანქანაში. ეს არ გვაძლევს, მაგრამ ასე მოხდა. მაგრამ ეს ალბათ ადასტურებს იმას, რომ მას გაუვარდა. განზრახვა არ ქონია. უბრალოდ არც ერთი მოცემულობა არ იყო, ამით ვარაუდობ და მჯერა რომ განზრახვა იქ არ იყო. გიორგი ბაშალეიშვილს გაუვარდა. დაიჭრა ბუტარობაქიძე, სად მოხდა ტყვია? კისრის არეში. კისრის არეში. ჯერ კიდევ ცოცხალია ამ დროს, როცა თქვენ რაციით გადაცემთ და სასტრაფოს ეძახით. ამ დროს ცოცხალია რობაქიძე. იცით რა, ბუტარობაქიძე მოძრავი არ იყო, მაგას ვერ ვიტყვი რომ იყო თუ არა ცოცხალი, მაგრამ შესაძლებელია. თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი, ვისაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ გაუვარდა, მას გული წაუვიდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ჩასვეს მანქანაში. კი ბატონო, აიყვანეს აესე ხელებით ორივე პატრულმა, სხვა პატრულებმა და ჩასვეს მანქანაში. ამ პერიოდში ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ გასროლიდან ვიღაცებს ხო თავიანთი ვალდებულება აქვთ, რომ იქ გასროლა მოხდა, შესაბამისად თავის ხელმძღვანელობას მოახსენონ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოდის აი წამის მეასედებში, არ ვიცი, 20-ეულის მეთაური, 10-ეულის მეთაური, კრიმინალური პოლიციის ძალიან ბევრი ადამიანი მოგროვდა დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში უკვე გასროლიდან. მაგრამ პირველი ძალიან სწრაფად ვინც მოვიდა, ეს იყო სურაბ მიქაძის მანქანა, მაშინდელი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, რომელსაც მანქანაში უზის გურამ დონაძე და გვეძახიან პატრულის მეშვეობით, რომ გურამ დონაძე გეძახით, გზის საპირისპირო მხარეს არის გაჩერებული მანქანა, ბნელა გვიანი ღამე არის, 12-ს გადაცდენილია, თუ სწორად მახსოვს. და ჩვენ ქვემდებარეები ვიყავით დონაძის სამსახურის და შესაბამისად მე და ვაწაწე გადავედით, ჩავსხედით მანქანაში უკანა სავარძლებში და რა მოხდას არ გვეკითხება არავინ. მაჩვენეთ კამერა. კამერას ეგრეთ წოდებული შლეიფი აქვს გადმოსაწევი და დაიწყეს დათვალიერება ვაწაძის პირველადი გადაღებული შემთხვევის ნამდვილი ამბის დათვალიერება. კარგად ჩანდა უკანა სავარძლებიდან კიდევ უკეთესად, იმიტომ რომ მიქაძე და დონაძე ესე უყურებდნენ წინ და ჩვენ უკნიდან გვაინტერესებდა ვაწაზისაც ძნელი დასამახსოვრებელია, კი შეიძლება ვიზუალურად ხედა რაღაცა, მაგრამ კადრში რა მოხდა, ეს მერე უნდა ნახო. ზოგადი კადრი ჩანს აი ამ ამბის, რაც მოვყევი, რომ იქ კამათია, რაღაცა დაკავების პროცესი მიდის და ისმის ნეიტრალური კადრიდან ერთი გასროლის ხმა, მაგრამ ეს გასროლის კადრი, რომ ვიღაცას ესვრის, ეს კადრი ასე ვიზუალურად და თვალსაჩინოდ იმ კადრში პირველადში არ ჩანდა. იმიტომ რომ ეს 5 ჯერ მაინც გადაახვიეს, შეამოწმეს და მე და ვაწაძეს გვითხრეს, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით მანქანაში. გადავიდნენ მიქაძე და დონაძე მანქანიდან, დაახლოებით მანქანაში დავყავით 9 საათზე მეტი, ალბათ. არ მოგცეს გადმოსვლის უფლება. არა, ეს თქმა იმისი, რომ თქვენ მანქანაში დარჩით, ვიცოდით რას ნიშნავდა რა. რომ შემთხვევის ადგილზე ჩანაწერი სად არის? თან წაიღეს? ჩანაწერი კასეტა გამოართვეს, დიახ, მნიშვნელოვანი მთავარი ამბავი გამომრჩა, რომ კასეტა ამოიღო დონაძემ და სათადარიგო კასეტები ყოველთვის გქონდა, იმიტომ რომ შემთხვევა შეიძლება და რამდენიმე ყოფილიყო ღამეში და ან სასტრაფო ყოფილიყო, ვთქვათ, კონკრეტული შემთხვევის გადაცემა. და ეს კასეტა მას შემდეგ არავის უნახავს არასდროს. დონაძემ დაიტოვა ეს კასეტა. დაახლოებით 9 საათზე მეტი ვართ მანქანაში. გვაქვს ძალიან ცუდი ემოცია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ დაჭრილი ადამიანი კი არა, უკვე ვარაუდობთ, რომ გარდაცვლილია. და პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი მოდის, აქ უკვე ძალიან ბევრი ხალხია ფანჯრიდან ჩანს მანქანის მინებიდან. ეძახიან ზურაბ ვაწაძის, დონაძე გეძახის, ოპერატორს კამერით. გადავიდა ოპერატორი და მალევე
იცით რა იყო ეხლა ჩემთვის კონკრეტულად არ შემოუთვლია რომ მეც ვჭირდებოდი იქ, მაგრამ რახან ზურა ვაწაძე გადავიდა, ჩავთვალე, მაინტერესებდა ბუნებრივია რა ხდებოდა, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი არასდროს არც ერთ შემთხვევაზე არ მოგროვილა. და ეს იყო თანამშრომლები ძირითადად რა პოლიციის. და რომ მიუახლოვდი შემთხვევის ადგილს, მანქანა მაშინ, რომელიც ნანახი მყავდა, რომ მანქანა იდგა ჩვეულებრივად და ეს ბავშვები იყვნენ მანქანიდან გადმოსული, მანქანის საბარგულზე არც ტანკის გარდა ყველაფერი ალაგია. ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ერთი საბარგულზე, ერთი მანქანის წინა სავარძლის გვერდზე, პისტოლეტური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ვაზნები, რა ვიცი, ბევრი საბრძოლო მასალა მოკლედ. იცით რა იყო ჩემი ფიქრი პირველი, მაინც, იმიტომ რომ დარწმუნებული არაფერში არ ვიყავი აბსოლუტურად, რომ აი მე ღმერთო ჩემო ამ ახალგაზრდებს ამდენი რაღაცას რატო ქონდათ, ან სად ქონდათ და ჩემთვის ვიფიქრე რომ ეს იყო მათი საბარგულიდან ამოღებული და ნუ მანქანის შრეკის შედეგად ამოღებული ნივთები. ამასობაში უკვე იქ ადგილზე სასწრაფოც მოსულია, კრიმინალური პოლიცია მუშაობს და რაღაც ნახაზებს აკეთებს და მნიშვნელოვანი ამბავი ის, რომ ბოლოსკენ დამთავრებულია ფაქტურად ყველაფერი და ზურაბ მიქაძე და დონაძე კამათობენ ერთმანეთში. რომ შენ უნდა მისცე ინტერვიუ, არა მე რატო უნდა მივცე და ამ კამათში დონაძე ეუბნება, რომ ასე გადაწყდა, აბა ვინ მისცემს ინტერვიუს. ინტერვიუ შეიძლება ნებისმიერს, რა ვიცი, რიგით პატრულს, მეთაურს, ასე ყოფილა სხვა დროს, სხვა შემთხვევების დროს, მაგრამ რა ხამძიმი ამბავი იყო, ნუ გადაწყდა, მაგრამ მიქაძეს ამ ინტერვიუს ჩაწერა არ უნდოდა რეალურად კამათობდნენ ერთმანეთში, თუმცა გადაწყდა და მუკბანიანი დამიძახა დონაძემ, უკვე შეუერთეთ ეს მიკროფონი იმას, მიქაძესთან რომ დავდექი და რაც მოსმენილი გაქვთ ყველას ეს ჩემი ჩაწერილი ინტერვიუა მიქაძის, მეუბნება რომ მოქალაქეების მხრიდან, მოქალაქის მხრიდან, დაკავებული მოქალაქის მხრიდან პატრულის მისამართით მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც განახორციელა პატრულმა ანუ შემხედრი გასროლა თუ რა ვიცი როგორც ქვია ამას. აი მაშინ მივხვდი ყველაფერს. რომ ეს ბიჭები არაფერ შუაში არ იყვნენ, იმიტომ რომ მე როცა ვიყავი იქ მიქაძე არ იყო და მიქაძე მოყვა სულ სხვა ისტორია. კი ბატონო, თქვენ ცოტა უკან უნდა დაიხიოთ, იმიტომ რომ ხმას აქვს ხარვეზი, ძალიან ახლოს ხართ მიკროფონთან. შესაბამისად, თქვენ უკვე ხვდებით, რომ აქ მიმდინარეობს სცენარის დადგმა და თქვენი რეაქცია გარდა იმისა, რომ მიხვდით რასთან გაქვთ საქმე, რა იყო, ან ვინმეს რამე თუ უთხარით, ან როგორ მოიქეცით ესეც რომ გითხრათ და როგორ განვითარდა მოვლენები. ქალბატონ თეა, დადგმა, გადაღება ანუ იმ მომენტში, როდესაც ზურა გადაიყვანეს ოპერატორი ვაწაძე მანქანიდან, აი იმ პერიოდში ხორციელდებოდა და რეალურად ამ გადაღებას აბსოლუტურად ოპერირებდა გურამ დონაძე. მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, მათ მიუთითებდა, რომ ეს კი არა იქ და ესე სპეციფიკური საქმიანობა იქ დონაძეს რა ესაქმებოდა, მაგრამ ნუ ესაქმებოდა. და შესაბამისად იღებდნენ ამ კადრებს, იღებდა ზურაბ ვაწაძე. ჩემი რეაქცია იმის გარდა, რომ ემოციურად იყო ძალიან მძიმე, მივხვდი რაშიც იყო საქმე, იმასაც ხვდებოდი ვისთან მქონდა საქმე. და გურამ დონაძე ასე პერსონალურად არასდროს წარმომიდგენია ასეთი არც მანამდე და არც მერე რომ რაღაცა ყოვლი შემძლე იყო, მაგრამ მას ჰქონდა ზურგი და აქედან გამომდინარე ვიცოდი რა შეეძლო ამიტომ გურამ დონაძეს. შესაბამისად, თქვენ ჩაწერეთ პოლიციის უფროსი თბილისის ბატონი მიქაძე, რომელიც თქვენს მერე მოვიდა შემთხვევის ადგილზე, მოვიდა მას მერე, რაც უკვე ტყვია გავარდნილი იყო და ახალგაზრდა იყო დაღუპული
და ის თქვენ გაძლევთ ინტერვიუს, სადაც იძახის, რომ თურმე ძიმედ შეიარაღებული ახალგაზრდები მოძრაობდნენ, პატრულმა გააჩერა და გაანეიტრალა ერთ-ერთი მათგანი. ამას ისმენთ მისგან და ხვდებით, რომ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც ამ დროს მინისტრია ირაკლი ოქრუაშვილი, სცენარის დადგმა რისთვის? აი, მაშინ თუ მიხვდით, რისთვის ხდება ეს? დანაშაულის დაფარვა მიმდინარეობს, თქვენ რას ფიქრობთ ამ დროს, თუ კიდევ სხვა რაღაც მიზანია? ან ხომ არ ისმის პოლიტიკური თანამდებობის პირების გვარები, რომ ასე დაგვავალეს და რა ვქნათ? თუ ეს ავტომატიზირებულ რეჟიმში მიმდინარეობს? იცით რა, იმ ნაწილზე შემთხვევის ადგილზე და მით უმეტეს ჩვენ არავინ გაგვაგებინებდა, ვინ ვის რა დაავალა. მაგრამ ფაქტია, რომ ასე მჯერა გურამ დონაძე ვერ გადაწყვეტა და იქ ზურაბ მიქაძისთვის ახლა ინტერვიუ უნდა მიეცა მას თუ არა და გამათისაგნად, იმიტომ რომ ის ხელმძღვანელი პირი იყო და პატრა პოზიცია არ ეკავა. თუმცა ხა კონტაქტზე ვის ვინ ყავდა, ამასში მე ვერ შევალ, არ ვიცი, მაგრამ ჯერა რომ მოახსენებდნენ ხელმძღვანელობას ვერტიკალში. იმიტომ რომ ეს არ იყო შემთხვევა, მით უმეტეს თუ ის განვითარდა, ის სცენარი რაც განვითარდა იქ და ეს ყველაფერი შეიფუთა ასე, ამას დონაძე მარტო და თავისთვის რომ ახლა პატრულის იმიჯი მარტო დონაძეს გადაერჩინა, არ მჯერა რომ ეს ასე იქნებოდა. გასაგებია. თუმცა პატრულის იმიჯის გადასარჩენად რეალურად საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აბა ყველგან შეიძლება მოხდეს ასეთი უბედურება, შემთხვევით. ბაშალეიშვილი არაპროფესიონალი, სადღაც რამდენიმე თვის მიღებული გრიგოლ ბაშალეიშვილი საპატრულო პოლიციაში იღებს იარაღს, იმიტომ სავარაუდოდ რომ უფრო დამემორჩილებიან შევაშინებდა, ამ დროს მოხდა ეს უბედურება. დაარქვია მას ის სახელი, რაც მოხდა და არაფერი. ამ დროს სად არის გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელიც გულწასული დაასვენეს მანქანაში? შემთხვევის ადგილზე. ისევ იქ არის. გასაგებია. რეაქციები რომ გითხრა, თუ ის რა რეაქცია ჰქონდა, ან ძირს დაწვენილ ახალგაზრდებს, ან პოლიციელებს, რომლებიც ხვდებიან, რომ მონაწილეობენ დიდ სპექტაკლში. სხვათა შორის, მეორედ უკვე რო გადავდივარ მანქანიდან და ბევრი დროა გასული 9:30 საათი 45 წუთი და იქ უკვე იარაღები არის შემთხვევის ადგილზე. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ყველა. სულ სხვანაირი ემოციით იყვნენ. ამ ბიჭებს მეტად ეჯაჯგურებოდნენ, ვინც ცოცხლად დარჩენილები იყვნენ. და ის კადრებშიც კარგად ჩანს. ახლა დადგმა იყო თუ ნამდვილი იყო იმ ბავშვებისთვის ის უბედურება იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ მაშინ იმ მომენტში, ხო? და ეს იმისთვის, რომ მე კადრები ქონოდა დონაძეს ოდესღაც თუ დასჭირდებოდა, რომ თურმე აი ასეთი ამბავი მოხდა. გასაგებია. თქვენ თუ გაქვთ კიდევ რაიმე სათქმელი, დიდი ბოდიში რაღაც მინდა, ბევრი რაღაცა, დეტალური რაღაცეებია და ამიტომ ცოტა საქმეში არის ორი გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან. მე სამართალმცოდნე ვარ, პროფესიულად შეიძლება ასე არ მიმუშავია პრაქტიკაში, მაგრამ ნუ რაღაცა მახსოვს უნივერსიტეტიდანაც და მე რაღაცებთან შეხება მქონი. საერთოდ ერთი სინამდვილეში ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო. აი ეს მეორე გასროლა უკვე არის დადგმის დროს გასროლილი, ოღონდ არა რობაქიძის სხეულზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ გასროლებით და მთელი ამბებით ჩატარდა ეს დადგმის პროცესი. გასაგებია. შეკითხვები? ბატონი ილია, ბატონი თენგიზი, თქვენ გნებავდათ ბატონო თენგიზ კითხვის და დიახ. ძანეთ ბატონი ილია. ბატონ გოჩა, მადლობა რომ ეს ყველაფერი გაიხსენეთ. მე მაქვს ძნელია რა თქმა უნდა ამის მოსმენაც ძნელია, არამც თუ იქ პროცესში ყოფნა და ამ ყველაფრის ნახვა, მით უმეტეს ჟურნალისტის პოზიციიდან და მაინტერესებს ეს ყველაფერი რომ აღიქვით და დაინახეთ თქვენ თვალწინ რაც მოხდა. რასახელს დავარქმევთ ამას პოლიციის სიმართლისთვის მოხდა ეს ყველაფერი თუ დასაფარად დანაშაულის
თქვენ შეესწარით ამას და ამ ფაქტის მერე თქვენ გქონდათ ამის გარჩევა ან რამდენი ხანი იმუშავეთ ამ სამსახურში და რა ემოციებით გააგრძელეთ შემდეგი დღეები ან გქონდა თუ არა თქვენთან ვინმე ამ თემაზე სანამ ესე გამოვიდო და უფრო ფართოდ გახმაურდებოდა გქონდა თუ არა რამე ურთიერთობა ვინმესთან და გაიზიარებიათ თუ არა ეს თქვენი ემოციები. მადლობა ამ შეკითხვისთვის. კარგად მქონდა გააზრებული რა მოხდა. შესაბამისად იმ ღამეს ძალიან გვიან როცა დავბრუნდი სახლში მე და დედაჩემმა არ ვიტყვი ხა როგორ გავათენით, მაგრამ ისე გავათენით როგორც გავათენით. რაც მოუყევი, რაც მოხდა. ამასთან ამ საქმეს ყავს 120-ზე მეტი მოწმე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა ესეთი რამ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელსაც ვთვლი რომ არაფერი განსაკუთრებული საფრთხე და საშიშობა არ ემუქრებოდა თუ რაღაცნაირად ცოტა უკეთესად გაიხსენებდნენ რაღაცებს, ბოდიში ამ გამოთქმისთვის ტყემალზე შეისვათ. აი ახლად დაწყებული გამოძიების პირობებში 2012 წელს. მე ჩემი გზა მქონდა გასავლელი და ბუნებრივია სათითაოდ ყველას ვერც და არც მევალებოდა რომ ვიღაცები მეჯანჯღარებინა სინდისით რომ იცი რა შენ ახლა ასე თუ ისე მე ჩემი გზას გავდიოდი. ვერაფერს ვერ ვიზამდი ბატონელია. რო დამიძახა პროკურატურამ 2012 წელს 4 პროკურორი თავზე მადგა და იუმორით ის გითხარია ხა აქამდე როგორ მოაღწია ცოცხალიო ამას მეუბნებოდნენ და ეს მე მაშინაც გააზრებული მქონდა. მას შემდეგ იყო ყოველთვის ძალიან დიდი კონტროლი. მე ჩემზე მარტო არ ვიტყვი, ნუ ვაწაწეს რაც დამართეს და დიდი ვარაუდი მაქვს, იმიტომ რომ არ იყო ცუდი ადამიანი ის ოპერატორი, ვინც ამ ყველაფერს და ასაკიანი ჩემზე უფროსი იყო დაახლოებით 10 წლით და სულ მეუბნებოდა, სულ მაფრთხილებდა შინაურ წრეში იქ სადაც მუშაობთ ახლა შეიძლება ვიღაცებთან მეგობრობთ კიდეც და ასე შემდეგ. სულ იცოდნენ რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მქონდა ძალიან დიდი ჩემთვის პროტესტი, რომელიც უბრალოდ არ უნდა გაეგო დონაძეს და დონაძის გაეგო ნიშნავდა რომ ეს მე დონაძის ზურგის გამაგრებლებისთვის მე დღეს ალბათ აქ არ ვიქნებოდი, არ ვიცი, ვერ დავდებ ამაზე თავს, თუმცა ეს ყველა მიცოდა. რომ ამაზე ჩვენ არასოდეს ნიშნულოვანი ამბავია რაც უნდა ვთქვა ალბათ რომ იმიტომ რომ ამ საქმეზე იმ პერიოდში სასამართლო პროცესი ჩატარდა. მე პროკურატურაში 2012 წელს დავიკითხე როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე საქმის და წინა ხელისუფლების პერიოდში საგამოძიებო ორგანოებში დაკითხულებიც არ ვიყავით. პირდაპირ ერთადერთ სასამართლო პროცესზე 2006 წელს გაგვიყვანეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან და გვაზეპირებინებს ნაბეჭდ ჩვენებას ჩვენ რა უნდა ვთქვათ პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამს ზედმეტ შეკითხვას. ეს ოღონდ იცის უკვე გურამ დონაძე. ასე გვეუბნება. გურამ დონაძე გვეუბნება რომ თუ ერთ სიტყვას მაინც აქედან შეცვლით ან რაღაცა იქ თქვენ რამე შეგეშლებათ ან მოგინდებათ ხომ იცით რა გელოდებათ და მე კიდე ცრუ მოწმეობისთვის დაგიჭერთ ორივეს იმიტომ რომ მაქვს პასპორტი სადაც არის შტამპი რომ მე იმ დროს საქართველოში არ მყოფ ეს მედიაშიც არის ეს შინაარსი დონაძის გავრცელებული ამბავი არის და ასე დონაძის კაბინეტიდან მანქანებით ჩაგვსხეს ქალაქის
ყოფილ სამმართველოში ალბათ პროკურატურაც იჯდა იმ პერიოდში, გაგვატარეს საკონტროლო მოსმენა, არ მახსოვს სახელი და გვარი ერთ-ერთ პროკურორთან, გავიმეორეთ ის, რაც დონაძეს დაგვიდო და პირდაპირ სასამართლო პროცესზე. სადაც იყო ასეთი რამ, თუ არ ვცდები, კარლო კოპალიანი, სახელი შეიძლება მეშლება, მაგრამ მოსამართლე კოპალიანი იყო იმ დროს ამ საქმის მოსამართლე. კითხვა არ დაუსვამს მოსამართლეს პრაქტიკულად არაფერს. სამწუხაროდ. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს იყო რაღაცა საშინელება ხდებოდა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. ზუსტად ვიცოდით, რომ აქ დონაძე არ გვაკვირდებოდა მარტო ჩვენ. მე დავაწაცეს ნაწილში ვიტყვი პრინციპში. მადლობა. თქვენ აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით, რომ ზურაბ ასაძეს რაც დამართესო. რამე იყო მასზე ზეწოლა უფრო მეტი ვიდრე თქვენზე და მე კიდე ერთი რაღაც იცით რა, თავშეკავებული ადამიანი იყო ზოგადად ეს ადამიანი არ ლაპარაკობდა ამ თემაზე, მაგრამ იყო ყოველთვის ძალიან განადგურებული და იმ 9 წლის განმავლობაში ქალბატონი ია მეტრეველის ყოველი გამოჩენა ჩემი ოჯახისთვის იყო და ჩემთვის ჯოჯოხეთი ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ ვერაფერს ვერ უშველი იმ თავარ ნაწილში, მაგრამ რაღაცა იცი ისეთი რომ ამ ქალბატონს რომელიც არ არსებობს ამ ქვეყანაზე იმაზე მეტი ტრაგედია რაც მას და მათ ოჯახს სჭირთ და შენ არ გაქვს იმის საშუალება რომ ხმა მიაწვდინო. ვერ აგიღწერთ, მადლობას ღმერთს გადაუხდი ალბათ პირველ რიგში რომ მე მომეცა ამისგან გათავისუფლების საშუალება ახლიდან გამოძიების დროს, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ, მე ვზრდი შვილს, მე უნდა ვიარო და ძალიან ძიმეა, როდესაც ასეთ უბედურებაში ხარ და ვერ ამბობ იმას, რაც მნიშვნელოვანია და იქნებ რაღაცით ადამიანს შოუმსუბუქო, არ ვიცი რა, მაგრამ ის ნაწილი. გასაგებია. ჩვენი კომისიის მუშაობაც და შედეგიც და მისიაც ეს არის, რომ ის შეცდომები, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, მომავალში არ განმეორდეს. და თქვენი გადმოსახედით, ამ პროფესიის გადმოსახედით და იმ რეალობით, რა რეალობის გავლაც მოგიწიათ, დიდი გამოცდილება და დიდი რეალობის საშიშროების წინაშე დადექით არა მარტო თქვენი ცხოვრებით, გაიდო სასწორზე ალბათ, არამედ ყველა ადამიანის, ვინც თქვენთან ერთად იყო შეიძლება მაშინ. ასე თქოდით, ახლა ამ გამოცდილებით იმ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ, შეიძლება უკვე ჩართულები არიან, შეიძლება გარეთაც დგანან, თქვენი გადმოსახედიდან რა გამოცდილებას და რა გაუზიარებდით, რომ არ მოხვდნენ ისინი ესეთი მსხვერპლის როლში, როგორი მსხვერპლის როლში თქვენ მოგიწიათ შემდეგ მუშაობა ამ ფაქტის შემდეგ. რამე თუ არის ესეთი, მოგიფიქრიათ ამაზე. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი მედია საზოგადოებას, თუ ყავს ასეთი საზოგადოება, 25 წელი მაკავშირებს მათთან ურთიერთობის ამა თუ იმ საქმიანობის სფეროში, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვარ ძირითად ნაწილში ყველგან, სადაც ვიყავი და დღესაც მათ შორის. და ძალიან რთულ მდგომარეობაშია დღეს ეს პროფესია. რასაც ვუყურებ, უბრალოდ ვიცით რა, ალბათ ყველა პროფესიაში ჯერ ადამიანები ვართ და მე წარმოვადგენთ იმ ამა თუ იმ სფეროს და პროფესიას. არ ვიცი, ძალიან სიღრმეებში შესვლაც არ მინდა, იმიტომ რომ კრიტიკას თუ რაღაცნაირად რამე შეფასებასაც ვერ მოიფიქრებ ადამიანი, ისეთ რამეებზე მიდიან ესა თუ ის კონკრეტული ჟურნალისტების არჩევანია, არ ვიცი, პოლიტიკა გავიგე, რომ თქვათ ამ არხს თუ ამ მედია საშუალებას რაღაცა ეს პოლიტიკა აქვს, მაგრამ იქაც შეიძლება ალბათ ადამიანად დარჩე, არ ვიცი, ეს თუ შეუძლებელია, მაშინ მგონია რომ ადამიანად უნდა დარჩე და არც ერთ პროფესიაში არ უნდა იყო თუ ადამიანად ვერ რჩები. ამას ვეტყოდ და დამწყებ ჟურნალისტებს, არ ვიცი, ჯერ ადამიანები ვიყოთ და მე ნებისმიერ პროფესიას წარმოვადგენდეთ, მე ასე ვისურვებდი, იმიტომ რომ დღეს კოშმარია ეს რაც ხდება. ბატონო თენგის გთხოვთ. მადლობთ, ქალბატონო თავმჯდომარე.
რის კითხვასაც ვაპირებდი ნაწილობრივ თქვით, მაინტერესებდა ამ ამბის შემდეგ ზეწოლა თუ მოახდინეს თქვენზე, რომ ის არ გელაპარაკათ რაც იცოდით. მაგრამ აქ უფრო რთულად გქონია საქმე, არა თუ არ გელაპარაკათ რაც იცოდით, რაც არ მომხდარა იმის დადასტურება მოგთხოვეს. ვიდრე სასამართლომდე, ვიდრე დონაძე დაგიბარებდათ. და გეტყოდათ, რომ სასამართლოზე თქვენ ეს უნდა განაცხადოთ. აი ამ პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან თქვენ ძალიან უხერხული მოწმეები იყავით. თან მით უმეტეს გადაღებულიც კი გქონდათ ეს კადრები. რომელიმე თანამდებობის პირი დაგემუქრათ, რომ არ გესაუბრათ საჯაროდ ან ვინმესთან ამ თემებზე, რაც თქვენი თვალით ნახეთ, ან თუ გაგესაუბრათ ამ თემაზე, რომ ჩუმად ყოფილიყავით. იმ მომენტიდან უარესი მოხდა, ვიდრე გაჩუმდი. გითხრეს, რომ არა თუ გაჩუმდი, გასაგებია უკვე რაც მოგთხოვეს, მაგრამ აი ამ შუალედში ამ ზეწოლას ახდენდა ვინმე თქვენზე. ბატონ თენგიზ, შუალედში არა, მაპატიეთ რა რაღაცები არის, რაც აი უცებ აი ეს დიდ ამბავში მნიშვნელოვანი ამბები, დეტალები და მადლობა ამ შეკითხვისთვის. მანამდე და მერე კი არა, იმ ღამესვე გურამ დონაძისგან ვიცოდით მე და ვაწაძემ, რომ უნდა ყოფილიყავით ჩუმად და ფრთხილად ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს გითხრეს თუ თქვენით არა, პირდაპირ დონაძე. იმავე ღამეს გითხრეს? რა გითხრათ? შემთხვევის ადგილას თუ სამსახურში? ამაზე უკვე სამსახურში ოფისში. მიხვედით, სანამ სახლში წახვედით და დედას გაუზიარეთ, სადღაც 4 საათი ალბათ რომ დაბრუნდით სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ორთაჭალაში. კი ბატონო. და რა გითხრათ? რომ ეხა იმედია ხვდებით, რომ ამაზე თუ ოდესმე, სადმე რაღაცას შემთხვევით კარგი დღე არ დაგადგებათ და ეს ხო მიხვდით იქ, მარტო მე არ ვარ. და ის რო გვაზეპირებინებდა იმ სასამართლოზე სათქმელ ჩვენებას, მაშინ პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ესე იგი ის ხო უნდა რომ საქართველოში მისი არ ყოფნა დაგვედასტურებინა, მაგრამ ეს ხო მე არ ვარ მარტო, ეს ხო იმედია იაზრებთ ამას. დიახ. თქვენ სასამართლოში გურამ დონაძის საზღვარგარეთ ყოფნაც დაადასტურეთ? არ უკითხავს მოსამართლეს, ეგეც კი. მაგრამ თქვენს დაზეპირებულ ტექსტში დონაძეზე არ იყო საუბარი. არა, შემთხვევის ადგილზე იყო საუბარი. რომ მოხდა ერთი გასვლა. ჩათვალეთ, რომ მე მგონი იმ სასამართლო პროცესზე ალბათ რაღაცა ვალდებულება ჰქონდათ, რომ თითქოს უნდა ყოფილიყავი წარმოდგენილი, თორემ საერთოდ არაფრის მომცემი არ იყო ჩვენი ყოფნა მაშინ. იმის გარდა, რომ შიგნიდან უბედურება გვჭირდა მეც და ვაწაძესაც, რომ ვიყავით იმ პროცესში. გასაგებია. საზოგადოებისთვის რომ განმარტოთ, საქართველოში საზღვარს მართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სხვადასხვანაირად არის ხოლმე, მაგრამ ჩვენთან ასეა მოწყობილი სისტემა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარ სამსახურის ხელმძღვანელმა და მარჯვენა ხელმა უნდა ვთქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრისა მოახერხა ის, რომ თავის პასპორტში უკანონოდ ჩაარტყმევინა ბეჭედი თითქოს და იმ დღეს არ იმყოფებოდა საქართველოში. შემდეგ ეს წარმოგიდგინათ თქვენ მის თანამშრომლებს და გითხრათ, რომ თუ თქვენ ოდესმე შეეცდებოდით იმის თქმას, რომ გურამ დონაძე იქ იმყოფებოდა, ამას არავინ არ დაგიჯერებდათ, იმიტომ რომ მას პასპორტში ჰქონდა ოფიციალური ბეჭედი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და სიმართლის თქმისთვის პირიქით თქვენ გასამართლდებოდით ცრუ ჩვენებისთვის. აი ეს მუქარა განახორციელა მან თქვენ წინააღმდეგ, რასაც თქვენ იმ დროს სხვა გზა არ ჰქონდათ დაემორჩილეთ და თანაც თქვენ პირადად რეალურად მოწმე იყავით, თორემ სცენის დადგმაში და ამ სცენის არანჟირებაში მონაწილეობა თქვენ პირადად არ მიგიღიათ, იმიტომ რომ ამ დროს მანქანაში იმყოფებოდით მისი ბრძანების შესაბამისად. ბატონო თენგიზ, თქვენ ხომ არ გსურთ კიდევ? ბატონი სოზარი. უბრალოდ ამ თემასთან არა რაღაც პატარა შესწორება საზოგადოებისთვის, მაინც გაიჟღერა ბატონი კარლო კოპალიანის სახელმა, ჩვენი ყოფილი კოლეგა. დღეს
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი და ძალიან ღირსეული ადამიანი. მოსამართლე ის არ ყოფილა, როცა მოსამართლეს რაც შეეხება იმ წლებში იყო ვინმე ჯემალ გოპალიანი ასეთი მოსამართლე სავარაუდოდ შეიძლება ის ყოფილიყო. ბოდიშსკი ხდით გვარი ზუსტად მახსოვდა, მაგრამ სახელისთვის ბოდიშსკი. კი ბატონო, ჯემალ კოპალიანი იქნებოდა ასეთ შემთხვევაში. ბატონ ვაწაძეს ცოცხალია ის დღეს? შარშან გარდაიცვალა. როგორ გარდაიცვალა შარშან? ხომ არ გახსოვთ? 2012-ში როდესაც დაიწყო გამოძიება ახლიდან, რთულად გაიარა ამ პროცესებმა, ძალიან ხშირად იყო მედია და მათ შორის მიწევდა მედიასთან კომუნიკაციაც ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბუნებრივია მესმოდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე ვაწაძესთან ვერ და მექნებოდა ვერანაირი კომუნიკაცია რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო არც ერთი მხრიდან. შესაბამისად მე მხოლოდ შორიდან ასე საერთო მეგობრების მეშვეობით ვიცოდი რომ ვაწაძეს ჰქონდა ინსულტი და ამ მიზეზით ვერ დაიკითხა ის ახალ გამოძიებაში. შემდეგ გავიგე რომ შარშან გარდაიცვალა. მეტი სხვა არაფერი ვიცი მის შესახებ. 2012 წელს როცა განახლდა გამოძიება და დადგინდა ჭეშმარიტება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოცემულ საქმეზე. თქვენზე თუ იყო იმ პერიოდში რაიმე ტიპის ზეწოლა, თუნდაც გურამ დონაძისგან ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, თქვენ არ გეთქვათ სიმართლე, იყო ასეთი? კი. მოკლედ მე როდესაც პირველი დღე შედგა დაკითხვის და 7 საათს მიმდინარეობდა პირველი დაკითხვა, მაშინვე მითხრეს რომ ჩემთვის უნდა დაენიშნათ სახელმწიფო დაცვა. რა ვიცი, ნებაც მე შემეძლო ამის რაღაცა არჩევანი გამეკეთებინა და კატეგორიული უარი უთხარი. არ ვიცი რას ვერ ვიაზრებდი თუ ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ მეთქი სამსახურიდან გადავადგილდები სახლში და ახლა დონაძემ თუ უნდა მომკლას დონაძემ და დაცვა არ მინდა. იქ მე რაღაცეები კიდევ დავადგინე რომ საოცარი ადამიანები იყვნენ ჩართულები არახელისუფლებიდან, მაგრამ ამ დროს დონაძეს ყავს 2 და მე ესე ვიზუალურად ვიცი ესენი ორჯერ ოფისში ნანახი მყავს ალბათ სხვა არანაირად მიკავშირდება ერთ-ერთი და ძალიან თბილად და ტკბილად თხოვს შეხვედრას მასთან. რა საკითხთან დაკავშირებით ვეუბნები? აი რაღაცა მინდა გკითხო თუ რაღაც ასეთი და დონაძის დის გამოჩენა ზუსტად მე ვხვდი რას ნიშნავდა, რა ვიცი რამდენი წლის შემდეგ და არ მიცნობს ადამიანი. მე მას ვუთხარი რომ ეს თუ მე და თქვენ პირადად არ გვეხება და ეხება მესამე ადამიანს, მაშინ ჯობია რომ ჩვენ არ შევხვდეთ ერთმანეთს. და ამის შესახებ მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოები, იმიტომ რომ მივხვდი რა შეიძლება და როგორ შეიძლება და განვითარებულიყო. მან ასევე მომიგზავნა 2 თანამშრომელი ძველი მაშინდელი, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა და ის აგრძელებდა ურთიერთობას მაშინაც და ზოგს იძულებულს ხდიდა ქალბატონთია რაღაცა გარემოებებიდან გამომდინარე კაცმა არ იცის ვის რა ვალი ქონდა დონაძის, ამაზე მე ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია, ერთ-ერთი არხის ახლა ჟურნალისტი არ ვიცი რამდენად არის ტვინი და გონება არაკლია, მაგრამ ის ჟურნალისტობა არ არის, რასაც აკეთებს. მაშინ მუშაობდა გადაცემაში პატრულში ეს გოგონა, ქალბატონი ახლა ის სამი კავშირი და რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა მოკლედ და მიხვდა რომ პრობლემა იყო. ჩემთან ახლოს გაკარება იმ პერიოდში, როცა გამოძიებაში იყო საქმე. არის რაიმე ტიპის პრობლემა, რომ თქვენ ამ ამჟამინდელი ჟურნალისტის გვარი და სახელი თქვათ საჯაროდ? თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ არა, მაკაჩიხლაძე. გასაგებია. რა მაინტერესებს ნახეთ, თქვენ მიბრუნდით ამ უმძიმესი ღამიდან ოფისში. დიახ. იქ დაგემუქრათ გურამ დონაძე. შემდეგ მიბრძანდით სახლში უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და დედას გაუზიარეთ,
რომ ასეთი რაღაც მოხდა და აგრძელებდით შიში ცხოვრებას. ასე ქვია, რაც არ უნდა. შიში და იმ რაღაცა გაუსაძლის სურვილში, რომ მე რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ვიცი და რაც თან ქალბატონია რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე გამოვიდა, ასე ვთქვათ, ეთერებით, იმიტომ რომ უმძიმეს მდგომარეობაში იყო მე როგორც გავიგე დიდი ხნის განმავლობაში და ეს გავდიოდით ჯოჯოხეთს. ძიმეთ. ძალიან. პერიოდს, რომელსაც თქვენთვის ჯოჯოხეთს უწოდებთ. აი ამ პერიოდში, რასაც თქვენ ჯოჯოხეთი უწოდებთ, თქვენ კვლავ გააგრძელეთ იმავე გადაცემაში და იმავე სამინისტროში მუშაობა? თუ შეიცვალეთ ნელა. იცით რა, მე 2009 წლამდე ბოდიშს ვიხდი, 9 წლამდე ვიმუშავე მათთან. და ზუსტად ვიცოდი, რომ იმიტომ რომ მაგალითები მქონდა წინ. ერთ-ერთმა მოქმედმა მაპატიეთ არ დავასახელებ სახელდაგვარს ჟურნალისტმა, ერთ-ერთი არხის, რომელიც მუშაობდა ჩვენთან, ძალიან წესიერი ბიჭი, ჟურნალისტიკა დამთავრებული, რაღაცა ეს პერიოდი ქონდა და ამოწურა ეს ფორმატი პატრული და მიეცა შესაძლებლობა ტელევიზიაში არხზე გადასულიყო სამუშაოდ და ბოდიში მადლობა მოუხადა გურამს, ბოდიში მოუხადა და მინდაო წასვლაო და ძალიან გთხოვ ისაო რაღაცაო და გადავიდა ის იმ არხზე, მაგრამ თვეები გრძელდებოდა ამ ბიჭზე ტერორი იმ არხზე რეკვები გურამისგან, რომ ეს ასეთი, ეს ისეთი, აბსოლუტურად ჯანმრთელი ცხოვრები ადამიანი იყო ყოველთვის და აბრალებდა ათას უბედურებას და თუ ვინმე წავიდოდა მისინების გარეშე და თუ არ გააგდებდა, ასე ვთქვათ, იმას დახურული ქონდა ყველაფერი ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად ეს იყო ზუსტად იცოდა ყველა ეს არ არის ეხლა საზოგადოებისთვის ნაწილისთვის შეიძლება უცნობია, მაგრამ ოდნავ მაინც ამ რაღაც არსებასთან თუ პერსონასთან თუ რაღაცასთან შეხება ქონია, ეს იცის ყველა. მედიამ განსაკუთრებით კარგად. გასაგებია. შესაბამისად, თქვენ 2006 წლის იანვარში, როდესაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს ოქროღანის სასაფლაოზე, თქვენ ამ დროს კვლავ მსახურობთ გურამ დონაძესთან ერთად. დიახ. ამ საქმეში გურამ დონაძეს არც თუ ისეთი პატარა წვლილი აქვს მის ჭყალებში გაფორმებაში, რაც თავისთავად დანაშაულია. ხომ არ ფლობთ რაიმე ტიპის ცნობებს ამასთან დაკავშირებითაც? ეს არის 2006 წლის იანვარი. მესმის. სამწუხაროდ ამ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის ჩემთვის ცნობილი და სხვა არაფერი. კიდევ ერთი უბედურება მივხვდი, რომ დაემატა იმ პერიოდს და ბევრი რამ სხვაც. მაგრამ თქვენთან უშუალო კავშირში ეს საქმიანობის მხრივ პროფესიულად არ იყო და პატრული არ იყო ჩართული და ამიტომ ალბათ. გასაგებია, შეკითხვები თუ არ არის, მაშინ ბატონ გოჩას თხოვოთ თუ აქვს მას რაიმე სათქმელი თქვას და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ თუ ჩემი ცნობების სწორია და მეხსიერება მგონია რომ არ მღალატობს, 2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო ამ საქმის ბუტარობაქიძის საქმის რეალური გამოძიება და დადგინდა ჭეშმარიტება, თქვენ ამ პროცესში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ და რეალურად სწორედ თქვენმა შვილებმა, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ თქვით სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე თქვენ უშუალოდ არაფერი გქონდათ დაშავებული, ფლობდით ინფორმაციას და გსურდათ, რომ ეს ინფორმაცია ერთ დღეს გარეთ გამოსულიყო და შვილმოკლულ დედას დაემტკიცებინა თავისი შვილის სიმართლე, რომ ის არა ყაჩაღი, არამედ უდანაშაულო ახალგაზრდა იყო. ამ ჭეშმარიტების დადგენაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით, მადლობა ამისთვის. თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, ბრძანეთ და ამ ბოლო თქმის დროს იქნებ გითხრათ, დღეს ამ ჩვენთან მოსვლის შემდეგ ხომ არ ელოდებით, რომ
ან ბატონი გურამ დონაძე, ან ვინმე იმდროინდელი მაღალჩინოსანი თქვენ დაგიკავშირდებათ და გაბედავს რაიმე ტიპის საყვედურის თქმას თქვენთვის. ბოლო კითხვიდან დავიწყებ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა მე რაც გავიარე, რაც უბრალოდ არ ეყოფ ამას ბევრი საათი, ზოგადად რაღაცა დეტალებში და სიღრმეებში რო შევიდეთ, იქ ვინ იყო და იქ ზოგი სვანი იყო და ზოგი სვანური ქუდით შედიოდა პროკურატურაში და მეორე შესვლაზე უკვე სხვანაირად გამოდიოდა, რომ თურმე ისე იყო თავიდან ყველაფერი, როგორც მაიზერლი პარტელიანზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, რომელიც 20 მეთაური იყო იმ შემთხვევის დროს. მან პირველი ჩვენება მისცა აბსოლუტურად სწორი და ზუსტად ერთ დღეში, ვინაიდან მაშინ პრეზიდენტი ისევ სააკაშვილი ყავდა, ზუსტად ერთ დღეში შეცვალა მან ჩვენება რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებად აქციას. ასეთი რაღაცები ძალიან ბევრი გავიარეთ ერთად. ბუნებრივია ურთიერთობები არის ამ ქვეყანაში, პატარა ეს ქვეყანა, მით უმეტეს რაღაცა კავშირები ყველას გვაქვს ერთმანეთთან და ეს ძალიან კარგად არის გამიჯნული ერთმანეთისგან და ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ არც არ გამოვრიცხავ ამასთან დაკავშირებით ვინმე შემეხმიანება თუ არა, თუმცა რისი თქმაც მინდა საბოლოოდ არის მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის, იმიტომ რომ დღეს განვითარებული მოვლენები რაც ქვეყანაშია, მათ შორის ჩემი ახლო ადამიანები არიან ვიღაცები, ზოგი ნათესავი, ზოგი რაღაცა ის ახლობლებს თავიდან უფრო მეც ვხედავდი. აქ რაღაც საპროტესტო აქციაზე მოსულებს და რომ რაღაც, მაგრამ ეს რაღაც ვერ მივხვდი, მაშინ ეს რაღაც არის ის, რაზეც დღეს უყვებით ჩვენ მონაწილეები ამ ამბავში, ადამიანები და შემოქმედები რეალურად, იმიტომ რომ ასე თუ ვინმეს გონია, რომ ეს გურამ დონაძე იყო, ასე რკინის მკვნეტელი და ამდენი რამ შეეძლო მას, ასე ნურავინ ნურ წარმოიდგენს, იმიტომ რომ მას რომ ის შესაძლებლობები არ ქონოდა, საიდანაც ქონდა ის ვერ გააკეთებდა მსგავს რაღაცებს. მით უმეტეს იმ უწყებაში, სადაც ვმუშაობდით. ამიტომ მე მჯერა ადამიანების მაშინ ახალგაზრდების, სხვების, როცა აი ერთობლიობაში შევაფასებთ ამ ყველაფერს, რა იყო მაშინ, რა არის დღეს, რისი უფლება აქვთ დღეს, რისი უფლება არ ქონდათ სხვა დროს და ცოტა უფრო აზრიანად დანახული ეს ამბავი ჩემთვის იქნება მისაღები. ყველა კრიტიკულ აზრს მოვისმენ, შინაურულად თუ ესე გარედან დანახულს თუ ეს გაშუქებულს ამ საპროტესტო აქციებიდან, მაგრამ რაშიც არიან აი ასე ვთქვათ გაბლანდულები, ასე ვიტყოდი, საპასუხოდ ის რო აი დაბეჯითებით, ნუ აი ამაზე აბა მიპასუხონ. ნებისმიერმა ახალგაზრდამ, რასაც ყვები, რაც მოყვა იამ, ქალბატონმა იამ, რამდენი ია ყავს, რამდენი ქალბატონი ია, ხო? მაშინდელი დროიდან. ირინა ენუქიძე და ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც არ ვიცი, რომელსაც არ ყავთ უბრალოდ და ციხეში 6 თვით და 2 წლით კი არა, სამუდამო მსჯავრდებული რო ყავდეს, ის ურჩევნია რომ ცოცხალი ყავდეს ხო ადამიანს და დღეს ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ არის და არც არასდროს არ იქნება. მათთვის. და ამიტომ ცოტა უფრო ფხიზლად რო შეხედონ ამ ქვეყნის მომავალი, ვისაც უნდა და იმ მომავალში თავის თავს წარმოიდგენენ, ალბათ ჯობია რომ რაღაცეებსაც გადავავლოთ თვალი უახლოეს წარსულს. კი ბატონო, ბატონო გოჩა, მადლობა მობრძანებისთვის. მე ჩემი მხრიდან დავძენდი იმას, რომ ჩვენს სახელმწიფოში რასაკვირველია არ არის მარტივი ვითარება.